ევროკავშირი საქართველოს იმაზე მაგრად ჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი და შესაბამისად მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან დასცნენ ჩვენთან დაიწყონ საუბარი. ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის პოზიცია ევროპელი ლიდერების მხრიდან გაჟღერებულ კრიტიკულ გზავნილებთან დაკავშირებით. საქმე ეხება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ევროკავშირი მხარს ქართველ ხალხს უჭერს და არა საქართველოს ხელისუფლებას. აღნიშნულმა გზავნილმა მმართველი გუნდის გაღიზიანება გამოიწვია. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ან ევროკავშირის დღევანდელი მმართველობა მოეგება გონს და საქართველოსთან დაიწყებს მოლაპარაკებებს, ან მმართველ პარტიას მოუწევს დაელოდოს, როდის მოხდება ევროკავშირში ცვლილებები. ძალიან სამარცხვინოა, რომ გრძელდება ამ ეგრეთ წოდებული სახლობანას თამაში. ხელისუფლებას არ ვესაუბრები, ხალხს ვესაუბრები, ხალხს ვის ესაუბრება? ესაუბრებიან იმ NGO ორგანიზაციებს, რომლებსაც თავად აფინანსებენ და იმ აგენტურულ ოპოზიციას, რომელსაც თავად აფინანსებენ და გააგრძელონ მათთან საუბარი. ჩვენ ვცდილობთ ამ ყველაფრით, რომ სახე შევანარჩუნებინოთ ბრიუსელს, ვინაიდან მათ უკაცრავად ჟარგონისთვის და ძალიან ღრმად აქვთ შეტოპილი. თან ესენი მოეგებიან გონს და გაანალიზებენ, რომ საქართველოს გარეშე შეუძლებელი არის შუა კორიდორის ამუშავება, ან უნდა დავალოდოთ, როდის მოხდება ცვლილებები ევროკავშირში. ევროკავშირის მხრიდან გაჟღერებული კრიტიკული გზავნილები საქართველოს ხელისუფლების მისამართით არ წყდება. კრიტიკულ განცხადებებს ემატება კრიტიკული რეზოლუციებიც, რომელთა გათვალისწინებასაც ქართული ოცნება არ აპირებს. ჩვენი ქვეყნის მისამართით ბოლო კრიტიკული რეზოლუცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო, რომელსაც მმართველ გუნდში რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილავენ. როგორც ქვეყნის პირველი კანონმდებელი აცხადებს აღნიშნული რეზოლუციით, ეუთომ დარტყმას საკუთარ რეპუტაციას მიაყენა, ამიტომ მისი მოსაზრებით ეუთოს ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს რეპუტაცია აღიდგინოს. დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო ორგანიზაციას ყველას დაკარგული აქვს თავის ფუნქცია და არიან რაღაც დანამატები, სადაც ხდება სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან პოლიტიკური ბოღმის აღმონთხევა. ამ რეზოლუციით და ამ რეზოლუციაზე რეაქციით ეუთომ დარტყმა მიაყენა საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში, ამიტომ ეუთოს აქვს ბევრი გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს რეპუტაცია აღიდგინოს. ამ დასკვნით კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ ჯო ვილსონის დონეზე არის დასული ერთი ჩვეულებრივი ლობისტის დონეზე არის დასული ამ ხელა საპარლამენტო ასამბლეა. კრიტიკულ რეზოლუციებსა და გზავნილებზე კი ოპოზიცია სრულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მმართველი გუნდის ქმედებებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ ევროკავშირი ქართულ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას ერთმანეთისგან მიჯნავს. საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის პუტინის ტერფეთთან განთხეული, ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას 24 საათიან რეჟიმში და გამალებული ტემპებით, ანგრევს ქართულ დიპლომატიას, ანგრევს შეიარაღებულ ძალებს, ქართულ ეკონომიკას ბანდიტურ რუსულ მექანიზმებზე სვავს. სუპერ სამშაბათად წოდებული დღე ისტორიაში შევა, როგორც ახალი გაფართოების დაწყება ევროკავშირის და ეს გაფართოება საქართველოს გარეშე მოლდავეთის და უკრაინის ანაბარად არჩება მხოლოდ. როდესაც დასავლელი პარტნიორების საუბრობენ, რომ ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლება, რატომ საუბრობენ ამაზე? იმიტომ საუბრობენ, რომ შენი ქვეყნის ხელისუფალი, როდესაც ციხეში გსვამს, გიჭერს, გაჯარუნებს, ქვეყნიდან გაძევებს, სულ რომ ერთი კაცი იყოს დარჩენილი, ერთი ადამიანი იყოს დარჩენილი და მის უფლებას ლახავდე. შენ შეიძლება გერქვას ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ხალხის ნებას გამოხატავ და საკუთარ თავზე მაღლა რატო ვერ დგებიან, იცით, იმიტომ რომ ოცნებას სურს ძალაუფლებაში დარჩენა და ფიზიკურად შეუთავსებელია დასავლური დემოკრატიული ღირებულებები ამ ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელ მოქმედებებთან. სამწუხაროდ ჩემი აზრით ეს პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ ჩვენს ქვეყანაში რუსული რეჟიმის მმართველობა იქნება და სამწუხაროდ ქართულ მოძნებმა მართლაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ერთდროს მოცნევა პოზიციებზე მყოფი საქართველოს დღეს არც კი განიხილება. ოფიციალურ ბრიუსელსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ევროკავშირმა მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მე-6 კლასტერი გაუხსნა. სად დგას ამ დროს საქართველო? ეს კითხვა პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აქტუალურია, თუმცა ფაქტია კრიტიკული გზავნილებისა და რეკომენდაციების შესრულებას საქართველოს ხელისუფლება არ გეკმავს.